დედამიწაზე თითქმის ყველანაირი ფორმისა და ზომის ადამიანი არსებობს, ხოლო თითოეული ფორმა და ზომა უნიკალურია, რადგან ყველა ადამიანი თავისებურად ლამაზია. დღეს ვისაუბრებთ დიდი სხეულის მქონე ადამიანებზე და ამაში არა მხოლოდ წონას, არამედ სიმაღლესაც გულისხმობთ. მოკლედ, წარმოგიდგენთ ყველაზე დიდ ადამიანებს მსოფლიოში. ულუმბაიარ ბაიამბაიავი. ჩვენი სიის პირველი მონაწილე სიმაღლით არა, მაგრამ სხეულის ზომით ნამდვილად დიდია. ხანდახან სიდიდე საერთოდ არ ნიშნავს მხოლოდ სიმაღლეს. ეს შეიძლება უბრალოდ იყოს ადამიანის გარშემოწერილობა. ულუმბაირი სუმოისტია, ანუ ის ისეთ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც განზრახ ხდებიან ძალიან დიდები. ეს ადამიანი არა მხოლოდ დიდი წონით, არამედ სიმაღლითაც გამოირჩევა. ის თითქმის 2 მეტრის სიმაღლისაა და 158 კილოგრამს იწონის. სუმოისტისთვის ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ალბათ რაც ყველაზე მეტად გაგავსებთ ის არის, რომ ეს ადამიანი იაპონიიდან კი არა, მონღოლეთიდანაა, რაც შეიძლება მისი სახელის წარმოთქმის სირთულის მიზეზიც იყოს. ის ორჯერ გახდა სუმოს მსოფლიო ჩემპიონი 2006 და 2007 წლებში. ის მონაწილეობდა 100-ზე მეტ შეჯიბრში და ოქროს მედლებიც მოიპოვა იაპონიაში, მონღოლეთში, ტაილანდში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, იტალიასა და გერმანიაში. ეს მამაკაცი მართლაც კარგად იყენებს თავის წონას სპორტული დანიშნულებით. პრინციპში სწორედ ესაა, რაც სუმოისტებს სჭირდებათ. ულუმბაიარი იმდანად პოპულარული გახდა, რომ მას ფილმებსა და ტელეშოუებშიც კი იღებენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს კაცი მართლაც დიდია როგორც ფიზიკურად, ისე კარიერული წინსვლითაც. შემდეგი ჩვენ სიაში სულთან კოზენია და მისი ამ სიაში ყოფნის მიზეზი საკმაოდ მარტივია. დღეს ის ითვლება მსოფლიოში ყველაზე მაღალ ადამიანად. ამ ფაქტს გინესის რეკორდების წიგნიც ადასტურებს. ეს კაცი თურქეთიდანაა და თავისი სიმაღლის გამო საინტერესო ცხოვრებაც აქვს. მაგალითად, მან სკოლა ვერ დაამთავრა. ალბათ იმდენად მაღალი იყო, რომ უკანა მერხზე მჯდომები ვერაფერს ხედავდნენ. მისი სიმაღლე თითქმის 2 მეტრი და 50 სანტიმეტრია. ის ამბობს, რომ სიმაღლის უპირატესობაა ძალიან ბევრი რამ, მაგალითად, ოჯახში საქმეები, მაგალითად, ნათურების გამოცვლა თუ ფარდების დაკიდება. თუმცა, ნაკლოვანებებიც ბევრი აქვს. ტანსაცმლის პოვნა. მისი სიმაღლის 126 სანტიმეტრიანი ფეხებისთვის და 97 სანტიმეტრიანი ხელებისთვის ძალიან რთულია ტანსაცმელი შეარჩიო. ასევე ფეხსაცმლის პოვნაა ძნელი მისი დიდი ტერფებისთვის. ჯეფ გეიბი. ჩვენ სიაში ის მომდევნოა, როგორც ადამიანი, რომლის სხეულის ნაწილები უჩვეულოდ დიდია. მისი მკერდი, მხრები და თავი ჩვეულებრივია, მაგრამ როცა ის ხელებს ასწევს, ხვდებით, რომ საქმე ანატომიურად უჩვეულო სიტუაციასთან გვაქვს. მისი ხელები და ხელის მტევნები უბრალოდ უზარმაზარია. ჯეფი თავად აღიარებს, რომ ეს ნორმალური არ არის და ის, ვინც მას ნახავს, ამას ადვილად შეამჩნევს. ჯეფ გეიბის მკლავის გარშემოწერილობა თითქმის 9 მეტრია. წარმოიდგინეთ? თუმცა არ არის ამის წარმოდგენა საჭირო, რადგან ის თქვენს წინაშეა. მისი ხელებისა და მკლავების ზომის გამო ბევრი ფიქრობს, რომ მას რაიმე დარღვევა აქვს. საოცრება ის არის, რომ არავის და არაფერ შეუძლია ამ მდგომარეობის იდენტიფიცირება. სამედიცინო თვალსაზრისით მას არავითარი პრობლემა არ გააჩნია და მაინც მისი მკლავები და ხელები გაცილებით დიდია, ვიდრე ჩვეულებრივად უნდა იყოს. განსაკუთრებით ირონიულია, რომ მისი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ჰობი ეს არის მკლავჭიდი. საინტერესოა, როგორ პოულობს ამისთვის შესაფერის პარტნიორს. მეისი ქარანი. დიდი ადამიანების სიაში მხოლოდ მამაკაცები როდი არიან. მოდი გადავიდეთ ქალების კატეგორიაზეც და გავიგოთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალბატონის შესახებ. მეისი ქარანი ერთ-ერთი ასეთი უნიკალური შემთხვევაა. დიაგნოზის დასმისას ბევრი ფიქრობდა, რომ ის დაახლოებით 2 მეტრამდე გაიზრდებოდა, რაც ქალისთვის არადამახასიათებელი იყო იმ დროს. მაგრამ ყველასთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა ის, როცა მან ამ სიმაღლეს უკვე მე-7 კლასში მიაღწია. მისი სიმაღლის განსაკუთრებულობა მისი ფეხების სიგრძეში მდგომარეობს, რომელიც მისი სხეულის 60% შეადგენს. მისი ფეხები იმდენად გრძელია, რომ თითქმის საშუალო ზომის ამერიკელი ქალის მთელ სიმაღლეს უტოლდება. თუმცა, როგორც ამ სიაში ბევრისთვის, მისთვისაც ეს უჩვეულო სიმაღლე გარკვეულ პრობლემებს ქმნის. ის ხშირად იჩაგრება თავისი სიმაღლის გამო და ტანსაცმლის შეძენა მხოლოდ შეკვეთით უწევს. მას არ უყვარს თვითმფრინავით მგზავრობა, რადგან სკამები ძალიან ვიწროა. ასევე ბევრ ავტომობილშიც ვერ ჯდება, რადგან ნებისმიერი ავტომობილი მისთვის უბრალოდ ძალიან პატარაა. მიუხედავად ამისა, ის ცდილობს, რომ იყოს შთამაგონებელი ადამიანი სხვა ადამიანებისთვის, ვინც მსგავს მდგომარეობაშია. რუმესა გელგე. კიდევ ერთი მაღალი ქალი, რუმესა გელგე, რომელიც ამჟამად მსოფლიოში ყველაზე მაღალ ქალად ითვლება. ის თურქეთიდანაა და მისი სიმაღლე 2 მეტრი და 15 სანტიმეტრია. თუმცა მისი სიმაღლის მიზეზი უფრო სევდიანია. ის დაავადებულია იუერის სინდრომით, რაც იშვიათი მდგომარეობაა და იწვევს არა მხოლოდ უჩვეულო სიმაღლეს, არამედ დიდი თავისა და გონებრივი განვითარების გარკვეულ დარღვევებს. თურქეთში ის იყო პირველი ადამიანი, ვისაც ეს დაავადება აღმოაჩნდა. მიუხედავად სირთულეებისა, რუმესა არის აქტივისტი. ის ცდილობს, რაც შეიძლება უკეთესად წარმართოს თავისი ცხოვრება.
ნიკოლაი ვალუევი. ნიკოლაი ვალუევი რუსეთის ძალიან ცნობილი ფიგურაა და მრავალი რეკორდი აქვს დამყარებული თავისი ზომების გამო. ის 2 მეტრი და 13 სანტიმეტრია სიმაღლით და 158 კილოგრამს იწონის. ის პროფესიონალი მოკრივეა და ისტორიაში ყველაზე მაღალი მძიმეწონიანი მოკრივეს სახელით არის ცნობილი. მან ჩემპიონობა 2-ჯერ მოიპოვა. მისი კარიერა მოიცავს 50 გამარჯვებას 53 ბრძოლაში, საიდანაც 34 ნოკაუტით მოიგო. საინტერესოა, რომ მან მხოლოდ 2 მარცხი განიცადა, მაშინ როცა უკვე ჩემპიონი იყო. ასევე საინტერესოა ისიც, რომ მისი უზარმაზარი ზომის მიუხედავად მან წააგო ბევრად უფრო პატარა მეტოქესთან, რაც აჩვენებს, რომ ზომა ყოველთვის გადამწყვეტი ფაქტორი არ არის. საიად ყარიბი. საიად ყარიბი, რომელიც ირანელ ჰალკათ არის ცნობილი, ინსტაგრამზე პოპულარული გახდა, როდესაც თავის ფიზიკური ფორმების სურათები გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ ის 2 მეტრზე დაბალი იყო, მისი წონა 174 კილოგრამს აღწევდა, რაც მას უზარმაზარ ვიზუალს ანიჭებდა, განსაკუთრებით სხეულის ზედა ნაწილში. იგი იყო მოჭიდავე და ასევე დაკავებული იყო შერეული საბრძოლო ხელოვნებით. თუმცა მიუხედავად მისი ფიზიკური ძალისა, მცდელობა, რომ ჩაბმულიყო საბრძოლო სპორტში, წარუმატებელი აღმოჩნდა და პირველივე რაუნდში მარცხი განიცადა. ელისანე სილვა. ახლა გადავინაცვლოთ ბრაზილიაში, რათა შევხვდეთ ძალიან მაღალ ქალს სახელად ელისანე სილვას. მის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეიძლება ცალკეც განვავრცოთ. ელისანე სილვა ბრაზილიაში ყველაზე მაღალი ქალი გახდა, რადგან მისი სიმაღლე 2 მეტრი და 7 სანტიმეტრია. როგორც ამ სიაში სხვა მაღალი ქალების შემთხვევაშიც, მისი სიმაღლეც ბუნებრივად არ იყო განპირობებული. 10 წლის ასაკშიც უკვე 1 მეტრი და 60 სანტიმეტრის სიმაღლის იყო, რაც ბავშვისთვის ძალიან მაღალია. ამიტომ ექიმებმა გადაწყვიტეს მისი მდგომარეობის შემოწმება, რადგან ეს არ იყო ნორმალური ზრდის ტემპი. აღმოჩნდა, რომ მისი სიმაღლის მიზეზი იყო სიმსივნე, რომელმაც არამხოლოდ მისი ზრდა გამოიწვია, არამედ სხეულში ტკივილებიც. სინამდვილეში მას ტკივილები თითქმის მთელ სხეულში ჰქონდა, თუმცა საბედნიეროდ ის არ გაიზარდა იმდენად დიდი, რომ ამ სიის სხვა მონაწილეებზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირებინა. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში იჩაგრებოდა, მან თავისი სიმაღლე პოზიტიურად გარდაქმნა და მოდელი გახდა. ალბათ ბრაზილიაში ბევრი ისეთი მოდელი არ ჰყავთ, როგორიც ელისანეა. ის ასევე შთამაგონებელი ფიგურაა სხვა ქალებისთვის, რათა საკუთარი თავი მიიღონ ისეთი, როგორებიც არიან. ოლივერ რიხტერსი. ოლივერ რიხტერსი, რომელსაც ჰოლანდიელ გიგანტს უწოდებენ, არის ჰოლანდიაში დაბადებული გიგანტი მსახიობი, პროფესიონალი ბოდიბილდერი, ფიტნეს მოდელი და ბიზნესმენი. მისი მეტსახელი სრულად ვერ ასახავს მის 2 მეტრსა და 18 სანტიმეტრის სიმაღლეს. იგი 153 კილოგრამს იწონის, რაც მას მართლაც შთამბეჭდავ ფიგურად აქცევს. მან მრავალი უნარი შეითვისა, რათა კამერასთან მუშაობა უფრო ეფექტურად გამოსვლოდა. ამან მას რეკლამებში, ტელეშოუებში და ფილმებში მონაწილეობის საშუალებაც მისცა. ის მარველის ფილმშიც კი მონაწილეობს. ხუან პედრო ფრანკო. ხუან პედრო ფრანკო გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით 2016 წელს მსოფლიოში ყველაზე მძიმე ადამიანად აღიარეს. მისი წონა დაახლოებით 584 კილოგრამს აღწევდა. ის იმდენად დიდი იყო, რომ ფაქტობრივად მოძრაობაც არ შეეძლო. საბედნიეროდ მას ჩაუტარდა სამედიცინო პროცედურები, რომლებმაც მისი სხეულის წონის განახევრება შეძლო. ეს პროცედურები მისი სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი საშუალება იყო, რადგან არავინ უნდა იყოს საკუთარი სხეულის ტყვე. იაო დეფენი. იაო დეფენი ჩინეთში დაბადებული ქალი იყო, რომელიც 259 სანტიმეტრს აღწევდა სიმაღლეში. ეს გახდა ისტორიაში ყველაზე მაღალი ქალი. მისი სიმაღლის მიზეზები ჰიპოფიზის ჯირკვალზე არსებული სიმსივნე იყო, რომელმაც მისი ბავშვობიდანვე სწრაფი ზრდა გამოიწვია. ბევრი ცდილობდა, რომ იგი სპორტულ აქტივობებში ჩაერთო, მაგრამ იგი სპორტისთვის საკმარისად ძლიერი არ იყო და ტრავმებიც ხშირად აწუხებდა. გოგონას ოჯახი ვერ ახერხებდა ოპერაციის თანხის მოგროვებას მისი სიმსივნის სამკურნალოდ, რაც მის სიცოცხლეს მნიშვნელოვნად ამძიმებდა. იგი 40 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, რადგან ჩინეთი ამ საკითხებზე დეტალებს არ ამხელს. სონ მინმინი. ის 261 სანტიმეტრი იყო სიმაღლეში, თამაშობდა კალათბურთს და ტიტულს ატარებდა როგორც მსოფლიოში ყველაზე მაღალი კალათბურთელი. მიუხედავად ამისა, ის ყოველთვის ვერ აღწევდა სპორტულ წარმატებებს, რადგან კალათბურთის ფუნდამენტური უნარჩვევები არ ჰქონდა განვითარებული. ის გაიზარდა ჩინეთის დაბალშემოსავლიან რეგიონში, სადაც სპორტით დაკავება შეუძლებელი იყო. 15 წლის ასაკში მან დაიწყო კალათბურთის სწავლა და მოგვიანებით ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა NBA-ში მოხვედრის მცდელობით, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია. მას არ ჰქონდა საკმარისი ფიზიკური ძალა და სწრაფად იხლებოდა. მაგრამ მან მონაწილეობა მაინც მიიღო ნახევრად პროფესიონალურ ლიგებში და ფილმებშიც კი გადაიღეს. ბრაჰიმ ტაკულა.
ბრაჰიმ ტაკულა, რომლის სიმაღლეც 2 მეტრი და 46 სანტიმეტრია, ძალიან მაღალი ადამიანია. ბავშვობაში ის ძალიან სწრაფად იზრდებოდა. მხოლოდ 1 წელიწადში ის 1 მეტრით გაიზარდა. ბავშვობისა და მოზარდობის უმრავლესობა ბედნიერად შეიძლება ითვლებოდეს თუ მათი ზრდა ამის მესამედს მაინც აღწევს. მისი სიმაღლის მიზეზები აღმოჩნდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რაც სისხლის ანალიზით დადასტურდა. ოპერაციის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ზრდა შეჩერდა, თუმცა ის მაინც ძალიან მაღალი დარჩა. ბრაჰიმი იყო მეორე ყველაზე მაღალი მამაკაცი მსოფლიოში იმ პერიოდში. მისი სიმაღლიდან გამომდინარე, ფეხსაცმლისთვის 58 ზომა სჭირდებოდა, რაც სირთულეს წარმოადგენდა. აღსანიშნავი ფაქტია, რომ მისი ფეხები სულთან კოზენის ფეხზე დიდი იყო. ბოლოს ბრაჰიმი მუშაობდა თემატურ პარკში, სადაც ხალხი მასთან ფოტოების გადაღებაში იხდიდა ფულს, რაც ნამდვილად არ არის ცუდი საქმე ასეთი ტანის ადამიანისთვის. ჯონ როგანი. ჯონ როგანი იყო აფროამერიკელი მამაკაცი, რომელიც ისტორიაში მეორე ყველაზე მაღალი ადამიანი გახდა. მისი სიმაღლე 267 სანტიმეტრს აღწევდა. მისი გენეტიკა უნიკალური იყო, რადგან ის 12 შვილიდან მხოლოდ ერთადერთი იყო, ვისაც გიგანტიზმი განუვითარდა. ჯონის ცხოვრებაში სიმაღლესთან დაკავშირებული სირთულეები მრავლად იყო. მე-19 საუკუნეში, როცა ის ცხოვრობდა, ხალხი მას მხოლოდ კარნავალისა და შოუების სანახავად ხედავდა, რამაც მისი საზოგადოებიდან უარყოფა გამოიწვია. სამედიცინო ტექნოლოგიის სიმცირის გამო მისი მდგომარეობა ვერ განიკურნა. ამან კი მისი სახსრების სიხისტე გამოიწვია, რის გამოც ის ვეღარ დადიოდა. 38 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სიკვდილი პირდაპირ დაკავშირებული იყო მის გიგანტიზმთან. ჯონ ბრაუერ მინოკი. ჯონ ბრაუერ მინოკი იყო ყველაზე მძიმე ადამიანი ისტორიაში. მისი წონა 635 კილოგრამს აღწევდა. მისი სურათების ნახვისას რთულია იმის წარმოდგენა, როგორ ახერხებდა ის ამხელა წონის ტარებას. ერთ მომენტში უკეთესობისკენ სვლის მიზნით მან დიეტა დაიწყო, მაგრამ საწოლზე მიჯაჭვული დარჩა და საბოლოოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რაც 12-ზე მეტმა მეხანძრემ უზრუნველყო. მიუხედავად იმისა, რომ მან წონა ნაწილობრივ დაიკლო და გარდაცვალებისას უკვე 363 კილოგრამს იწონიდა, მისი მდგომარეობა ფატალური აღმოჩნდა. ჯონის დასაკრძალავად 2 სასაფლაოს ადგილი გამოიყენეს, რაც მის ფიზიკურ მდგომარეობაზეც მეტყველებს. ჰოვან ტრუონგი. ჰოვან ტრუონგი ვიეტნამელი მამაკაცი იყო, რომელიც მსოფლიოში მე-6 ყველაზე მაღალ ადამიანად ითვლებოდა. მისი სიმაღლე 257 სანტიმეტრს აღწევდა. მისი მდგომარეობა, რომელიც სწრაფ ზრდას იწვევდა, მისთვის სერიოზულ პრობლემებს აჩენდა. მისი სხეული ვერ უძლებდა ამ სიმაღლეს და 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჟანგ ჟონკაი. ჟანგ ჟონკაი ჩინელი გიგანტია, რომლის სიმაღლე 2 მეტრი და 52 სანტიმეტრია. საბედნიეროდ ის დღეს ცოცხალია და 59 წლისაა. მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ არის ცნობილი, ის მაინც ცნობილია თავისი მაღალი მეგობრების მხარდაჭერით. ერთ-ერთი შემთხვევის დროს, როცა იაო დეფენი საავადმყოფოში მკურნალობდა, ჟანგი მას ესტუმრა და მისი განწყობა გააუმჯობესა. რონი კოლმანი. რონი კოლმანი არის ლეგენდარული ბოდიბილდერი, რომელმაც მისტერ ოლიმპიის ტიტული ზედიზედ 8-ჯერ მოიპოვა. იგი ითვლება ყველა დროის საუკეთესო ბოდიბილდერად ან ერთ-ერთ საუკეთესოდ არნოლდ შვარცნეგერთან ერთად. მისი სხეული განიხილებოდა როგორც სრულყოფილი ზომითა და ფორმით, რაც მას ბოდიბილდინგის ისტორიაში ლეგენდად აქცევს. იაო მინი. ახლა დროა ვიმსჯელოთ თავად იაო მინზე და იმაზე, თუ რატომ რჩება ის ჩინეთის კალათბურთის ვარსკვლავთა მწვერვალზე. ის არა მარტო NBA-ში მოხვდა, არამედ კალათბურთის დიდების დარბაზშიც, რაც ყველასთვის არ არის შესაძლებელი. მისი სიმაღლე 2 მეტრი და 29 სანტიმეტრია. მიუხედავად იმისა, რომ ის ყველაზე მაღალი კალათბურთელი არ არის, ის უდავოდ ჩინეთის ყველაზე ცნობილი პროფესიონალი მოთამაშე იყო. როცა იაოს დებიუტი შედგა NBA-ში, ყველას აინტერესებდა, როგორი იქნებოდა მისი თამაში. როგორც აღმოჩნდა, იაო შესანიშნავი მოთამაშე იყო. 2002 წლის NBA-ის დრაფტზე იგი ჰიუსტონ როკეტსმა პირველი არჩევნით აიყვანა. 8 სეზონში იაო როკეტსის ისტორიაში მე-6 ადგილზე აკულებსა და მოხსნაში და მეორე ბლოკში. ის ერთ-ერთი ყველაზე დომინანტი ცენტრი იყო, რომელიც კალათბურთს ოდესმე ჰყოლია. შექილ ონილმაც კი, რომელიც უდიდესი მოთამაშე, აღიარა, რომ იაოს შეუსწავლად ვერ უმკლავდებოდა. სამწუხაროდ იაოს დიდი სხეული ტრამვებისადმი მგრძნობიარე აღმოჩნდა. მძიმე სეზონების განმავლობაში მის ფეხები ყველაზე მეტად ზიანდებოდა, რის გამოც იძულებული გახდა კარიერა დაესრულებინა. თუმცა იაო გახდა სპორტის ელჩი და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოთამაშე, რომელიც ოდესმე ყოფილა. მისი ზომა, ხიბლი და ყველასთან ურთიერთობის უნარი მას დაუვიწყარ ფიგურად აქცევს. ჩამოთვლითაგან, რომელი ადამიანი მოგეჩვენათ ყველაზე შთამბეჭდავად, რომელმაც ზომამ და შესაძლებლობამ გაგაოცათ ყველაზე მეტად. დაწერეთ ეს კომენტარებში. მთლიანობაში კი ჩვენი ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარისღილაკი და დაელოდეთ შემდეგს. მე რა თქმა უნდა ძალიან მალე დაგიბრუნდებით ახალი ვიდეოთი. დროებით.